ქართველი კაცი 1000 წლეულების მანძილზე აშენებდა ქართულ სახელმწიფოს, სწამდა ღმერთი, ქმნიდა ქართულ კულტურას, ჩამოაყალიბა ქართული აზროვნების წესი. და 1000 წლეულების მანძილზე მოდიოდა 1000 გვარი დამპყრობელი და გადამთიელი, რომელიც ცდილობდა დაენგრია შენი სახელმწიფო, წაერთვა შენთვის რწმენა, ცდილობდა გაენადგურებინა ქართული კულტურა, მოესპო ქართული აზროვნების წესი. ცდილობდა გადაეგვარებინა, მაგრამ ქართველი კაცი ხმლით ხელში ხვდებოდა ხმლით მოსულს და ღვთისწყალობით დღემდე მოიტანა თავი. დღეს დამპყრობელი მოდის ჩაგრულის ნიღაბით. მოდის და გეუბნება: ვიჩაგრები, შენ მჩაგრავ, ნუ ღარ მჩაგრავ, მეც მაქვს უფლებები, დაიცავი ჩემი უფლებებიო. გთხოვს ასეთი კანონი მიიღე, ისეთი კანონი მიიღე, მაგრამ თუ დაუკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ თავისი უფლებების დაცვას კი არ ცდილობს. სულ სხვა რამეს ცდილობს. ცდილობს თავს მოგვახვიოს თავისი ცხოვრების წესი. ცდილობს დაგვავიწყოს რა არის სამშობლო, უარი გვათქმევინოს რწმენაზე, ქართველობაზე, ცდილობს დაგვავიწყოს ის კულტურა, რომელიც ჩვენ შევქმნით. მოსპოს ჩვენი აზროვნების წესი, კაცობაზე ათქმევინოს უარი და მანდილოსანს მანდილზე. ამიტომაა რომ პატრიარქი გვეუბნება: დაიცავი შენი წილი საქართველო. დაიცავი შენი წილი საქართველო, შენ ეს შეგიძლია.